რუდოლფ შტაინერი, სახარება იოანესგან. პირველი ლექცია. სულ 12 ლექცია ჰამბურგში წაკითხული 1908 წლის მაისში. ჩვენი ლექციების სახარების შესახებ ორმაგ მიზანს ისახავს. პირველი, გავაღრმავოთ და სხვადასხვა მიმართულებით განვავრცოთ სულისმეცნიერული ცნებები. მეორე, ამგვარად მიღებული წარმოდგენების მეშვეობით მივუახლოვდეთ უდიდეს ძეგლს, იოანეს სახარებას. გთხოვთ ახლავე გაითვალისწინოთ, რომ ლექციები ამ ორი მიმართებითაა განსაზღვრული. ჩვენი ამოცანა არა მარტო ახსნათ იოანეს სახარება, არამედ მისი მეშვეობით ჩავწვდეთ ყოფიერების იდუმალებათა სიღრმეებს. ამავდროულად ჩვენი მიზანია გამოვკვეთოთ სულისმეცნიერული ანალიზის არსი სხვადასხვა რელიგიათა მეშვეობით ჩვენამდე მოღწეულ ამა თუ იმ უდიდეს ისტორიულ დოკუმენტთან კავშირში. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ სულისმეცნიერების მიმდევარი იოანეს სახარებაზე საუბრისას ჩვეულ ხერხებს მიმართავს. ანუ ეყრდნობა რა არსებულ წყაროს, მოკრებს გარკვეულ ჭეშმარიტებებს და გარკვეული რელიგიური ძეგლის ავტორიტეტით ადასტურებს. მაგრამ ეს არამც და არამც არ გახლავთ სულისმეცნიერული თვითგანჭვრეტის ამოცანა. ჩვენ სხვა მიზანს ვმსახურობთ. რაკიღა თეოსოფია თანამედროვე ადამიანის სულის მიმართ თავისი ამოცანის აღსრულებას ესწრაფვის, მან უნდა ცხადყოს, რომ ადამიანი თუ კი ისწავლის და გამოიყენებს შინაგან ძალებსა და უნარებს, სულიერი აღქმის ძალასა და უნარს, ბრძნობადი სამყაროს მიღმიერ ყოფიერების ზესფეროებში დაუნჯებულ იდუმალებათა წვდომასაც შეძლებს. და იმ ფაქტმა, რომ ადამიანს საკუთარი შინაგანი უნარის მეშვეობით შეუძლია ყოფიერების იდუმალებათა წვდომა, შეუძლია საკუთარი შემეცნებით შეეხოს სამყაროს შემოქმედ ძალებსა და არსებებს, კვლავ და კვლავ უფრო ძლიერად უნდა განსჭვალოს თანამედროვე კაცობრიობის შეგნება. მაშა სადამე უნდა ვთქვათ, რომ იოანეს სახარების იდუმალებანი ადამიანისთვის ყოველგვარი ტრადიციის თუ დოკუმენტის გარეშეც შეიძლება გაცხადდეს. აი ერთი მაგალითი. თქვათ რაღაც მოვლენის შედეგად ადამიანმა დაკარგა ყველა რელიგიური ძეგლი და საკუთარი შესაძლებლობების ამარაღა დარჩა. ამის მიუხედავად, მან მხოლოდ თავისი უნარის მეშვეობითაც უნდა შეძლოს ყოფიერების იდუმალებათა წვდომა, უნდა შეძლოს ფიზიკურის მიღმიერ ღვთაებრივ სულიერ შემოქმედ ძალთა და არსთა წვდომა და სულისმეცნიერებაც სწორედ შემეცნების ამგვარი წყაროებით, ყოველგვარი ისტორიული დოკუმენტებისგან დამოუკიდებელი შემეცნების წყაროებით საზრდოობს და მხოლოდ შემდეგ სამყაროს ღვთაებრივ სულიერ იდუმალებათა ამგვარი დამოუკიდებელი კვლევის შემდეგ მიმართავს მზერას რელიგიური ძეგლებისკენ. დიახ, მხოლოდ ამ გზით ვაცნობიერებთ რელიგიური ძეგლების ჭეშმარიტ ფასეულობას. რამე თუ ამგვარი მიდგომა ნაწილობრივ გვათავისუფლებს და თავად ამ ძეგლებისადმი დამოუკიდებლობას გვანიჭებს. ასეთ შემთხვევაში მასში ვპოულობთ იმას, რაც უპირველესად თავად მოვიპოვეთ და ადამიანს, რომელიც რელიგიური ძეგლების კვლევის ამგვარ მეთოდს მიმართავს, თამამად შეუძლია რომ თქვას, რომ ეს ძეგლები მისთვის არასდროს გაუფასურდება. იგი ყოველთვის მოწიწებით და პატივისცემით მოეკიდება მათ. ერთი მაგალითიც. დღეს რომ სკოლებში ვსწავლობთ გეომეტრიას, მას ევკლიდემ დაუდო საფუძველი. მაგრამ გეომეტრია როგორც მეცნიერება სულაც არ არის ევკლიდეს წიგნთან დაკავშირებული. რამდენი ადამიანი ისე სწავლობს გეომეტრიას ისე, რომ არც გაუგია პირველი წიგნის არსებობის შესახებ, რომელშიც ევკლიდემ გეომეტრიის ელემენტარული ცნებები გადმოსცა. და ამას აღწევს იმის მეშვეობით, რომ გეომეტრია ევკლიდეს წიგნისგან სრულიად დამოუკიდებლად ადამიანის სულის გარკვეული ნიჭიდან მომდინარეობს. მაგრამ როცა შევისწავლით გეომეტრიას და ამის შემდეგ გადავშლით ევკლიდეს უდიდეს წიგნს, სწორედ მაშინ დავაფასებთ მას სათანადოდ. რადგან იქ საკუთარ ცოდნას ვიპოვით, რაც იმ ფორმის შეფასების საშუალებასაც მოგცემს, რომელთაც ეს ცოდნა პირველად გადმოიცა. და ასევე, ვიდრე რამეს გავიგებდით, იოანეს სახარების შესახებ ჩვენ, როგორც მოწაფე, რომელიც გეომეტრიას სწავლობს, ისე რომ ევკლიდეს წიგნზე არაფერი სმენია, ჩვენსავე არსებაში მძინარე ძალთა მეშვეობით,
შეგვიძლია მივაკვლიოთ იმ უდიდეს მსოფლიო მოვლენებს, რომელთა შესახებაც იოანეს სახარება გვიამბობს. როდესაც ზესამყაროსეული ცოდნით შეიარაღებული მივიახლებით იოანეს სახარებას და ჩვენ თავს ვკითხავთ, რა არის ნეტა აღბეჭდილი ადამიანის სულის ამ ისტორიაში, მაშინ დავინახავთ, რომ ამ წიგნის სახით კაცობრიობას ებოძა სულიერ სამყაროთა უდიდესი და უღრმესი იდუმალებანი. და როდესაც ჩვენთვის უკვე ნათელია რა არის და როგორია ღვთაებრივ სულიერი სამყაროს ჭეშმარიტებები, მხოლოდ მაშინ ვიმეცნებთ იოანეს სახარების სულიერებასა და ღვთაებრიობას მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია სამართლიანად ვაღიაროთ მისი ღვთაებრიობა, ასეთი გახლავთ სულიერების მაუწყებელი დოკუმენტებისადმი სწორი დამოკიდებულება. საკითხავია, როგორ აფასებს სულის მეცნიერება იმ კვლევართა მოღვაწეობას, რომლებიც საუცხოოდ ფლობენ ენას, რომელზეც დაიწერა ესა თუ ის სულიერი ძეგლი, თუნდაც იოანეს სახარება. ანუ, რა დამოკიდებულებაშია სულის მეცნიერება ჩვეულებრივ ფილოლოგებთან, რადგან ასეთი წიგნების შინაარსის პირისპირ თეოლოგი მკვლევარებიც კი უბრალოდ ფილოლოგები არიან. შედარებისთვის კვლავ ევკლიდეს მოვიშველიებ. ვინ უკეთ გადმოსცემს ევკლიდეს გეომეტრიას? ის, ვინ ზუსტად თარგმნის მის ყოველ სიტყვას, მაგრამ თავად გეომეტრიისა არაფერი გაეგება? ერთობუცნაური რაღაც გამოვა. თუ კი ევკლიდეს გეომეტრიის თარგმანს ხელს მოკიდებს გეომეტრიაში სრულიად უვიცი ადამიანი. მეორე მხრივ, თარგმნელი თუნდაც ცუდი ფილოლოგი, თუ კი მას ესმის გეომეტრია, საქმეს მაინც თავს გაართმევს და სათანადოდ შეაფასებს. ზუსტად ასე საზღვრავს იოანეს სახარების მკვლევარებს სულის მეცნიერი. ჩვეულებრივ, იოანეს სახარებას ისეთნაირად ვეხსნიან, როგორც ფილოლოგი თარგმნის ევკლიდეს გეომეტრიას. სულის მეცნიერება კი იოანეს სახარებაში აღწერილ სულიერ სამყაროთა ცოდნას თავისი არსიდან გვაწვდის. სულის მეცნიერება, რომელიც თავის არსში ატარებს იმასვე, რაც იოანეს სახარებაშია მოცემული, ისეთივე მიმართებაშია იოანეს სახარებისადმი, როგორც გეომეტრი ევკლიდესადმი. ამგვარი პოზიციის გამო საყვედურობენ თითქოს ჩვენ ამ ძეგლებს რაღაც არარეალურ, არარსებულ ღირსებებს მივაწერთ. მაგრამ მალე დარწმუნდებით, რომ სახარების შინაარსის ჭეშმარიტი მცოდნე სრულად არ საჭიროებს მიაწეროს მას რაიმე ისეთი, რაც იქ თავისთავად არ არის მოცემული. არც ერთი ძეგლი არ კარგავს მნიშვნელობას და ფასეულობას, როდესაც მისი ჭეშმარიტი შინაარსი იხსნება. ასევეა იოანეს სახარებაც. სამყაროს იდუმალებებს ზიარებული ადამიანისთვის იგი ადამიანის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. თუ კი გულისყურით ჩავუღრმავდებით იოანეს სახარების შინაარსს, შეიძლება დაგვიბადოს კითხვა, რატომაა რომ იოანეს სახარება სულიერი თვალსაზრისით ესოდენ მნიშვნელოვანი ძეგლი თეოლოგებისთვის, რომლებიც ზუსტად იმისთვის არიან მოწოდებული, რომ ახსნან იგი, თანდათან უკანა პლანზე ინაცვლებს და ერთგვარად იჩრდილება დანარჩენი სახარებებით. ამ კითხვას მანამდე უნდა გავცეთ პასუხი, ვიდრე თავად იოანეს სახარებას შევეხებით. არადა წარსულში იოანეს სახარება ქრისტე იესოს არსის, მისი მოღვაწეობის არსის გამომხატველ ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვან ძეგლად იყო აღიარებული. ძველ ქრისტიანულ ეპოქაში ამ სახარებას პალესტინის მოვლენების ამსახველ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტად მიიჩნევდნენ. განსხვავებული აზრი არ არსებობდა. დღეს ვითარება შეიცვალა და უნდა ითქვას, რომ იოანეს სახარების ადრინდელი ავტორიტეტი შეარყიეს სწორედ მათ თავს ისტორიის მკვლევარებს რომ უწოდებენ და სწამთ, რომ მტკიცედ დგანან ისტორიულ კვლევათა მყარ ნიადაგზე. წინააღმდეგობრიობებს, რაც სახარებაში გვხვდება, ბოლო რამდენიმე საუკუნეა, რაც ყურადღება მიექცა. თეოლოგები ბევრი ყოყმანის შემდეგ მივიდნენ ასეთ ერთიან დასკვნამდე, რომ სახარებები სავსეა წინააღმდეგობრიობებით და ასტურად მოიშველეს ფაქტი, რომ 4 მახარებელი სრულიად განსხვავებულად 4 სხვადასხვა კუთხით აშუქებს პალესტინის მოვლენას. ისინი ასე ამბობენ: თუ გავაანალიზებთ მათ ეს,
მარკოზის, ლუკას და იოანეს აღწერილობებს და ვინახავთ, რომ მათი მონაცემები ერთი და იგივე ფაქტის შესახებ იმდენად განსხვავებულია, რომ ყოვლად წარმოუდგენელია ამ მონაცემების ჭეშმარიტ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირება. ამ ბოლო დროს იმასაც ამბობენ, რომ პირველ სამსახარებაში ასე თუ ისე მაინც შესაძლებელია საერთოს დანახვა პალესტინის მოვლენათა ფაქტებს შორის, მაგრამ სახარება იოანესგან მეტისმეტად შორდება იმას, რაც პირველ სამსახარებაშია მოთხრობილი. ამიტომ პირველი სამი სახარება უფრო სარწმუნოდ უნდა იქნას აღიარებული, ვიდრე ბოლო იოანესი. მივიდნენ დასკვნამდე, რომ იოანეს სახარება პირველ სამ სახარებისგან განსხვავებულ მიზანს ემსახურება და სულ სხვა მოსაზრებით იქნა დაწერილი. მათე, მარკოზი და ლუკა უბრალოდ აღწერენ იმას, რაც მოხდა. იოანეს სახარების ავტორს თითქოს და სხვა რაღაც ჰქონდა განზრახული. ბოლოს თეოლოგები შეჩერდნენ იმ მოსაზრებაზე, რომ იოანეს სახარება შედარებით გვიან დაიწერა. კვლავად შევეხებით ამ თემას. მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იოანეს სახარება მეორე საუკუნის 30-იან, 40-იან, ან შესაძლოა უფრო ადრე 20-იან წლებში დაწერილიყო და ამგვარად ეს სახარება შეიქმნა ეპოქაში, როდესაც ქრისტიანობა გარკვეული ფორმით უკვე არსებობდა და შესაძლოა ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც აშკარად ილაშქრებდნენ მასზე. ამ საზრისის მიმდევართ მიაჩნიათ, რომ იოანეს სახარების ავტორის სახით ჩვენს წინაშე ადამიანი, რომლის მთავარი მიზანი იყო შეექმნა ქრისტიანობის აპოლოგია, ერთგვარი შეგონება, ერთგვარი აპოთეოზი, მის დამიმტრულად განწყობილ მიმდინარეობათა საწინააღმდეგოდ. იოანე არ ცდილა ზუსტად გადმოეცა ისტორიული მოვლენა, არამედ სურდა ქრისტესადმი თავისი დამოკიდებულება გამოეხატა. ამით აიხსნება ისიც, რომ იოანეს სახარებას ბევრი აღიქვამს როგორც ქრისტესადმი რელიგიურ, ლირიკული განწყობის ზემოქმედებით დაწერილ თავისებურ რელიგიურ პოემას, რომლის მიზანია ქრისტესკენ მიაპყრობს ადამიანთა ყურადღება. შესაძლოა ეს ვარაუდი ყოველთვის არ ვლინდებოდეს ესოდენ კატეგორიული ფორმით, მაგრამ თუ კი შევისწავლით ამ საკითხისადმი მიძღვნილ ლიტერატურას, დავწმუნდებით, რომ იგი საკმაოდ გავრცელებულია, ბევრ თანამედროვეს ხიბლავს და მის მრწამს შეესაბამება. ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე მატერიალიზმს მიმძლავრებულ კაცობრიობაში თავი იჩინა ერთგვარმა ზიზღმა ისტორიული ქმნადობის ისეთი გაგებისადმი იოანეს სახარების პირველივე სიტყვებიდან რომ მოდის. აბა დაფიქრდით, მისი პირველი სიტყვები ხომ მართლაც აბათილებს ყოველგვარ განმარტებას გარდა ერთისა, იესო ნაზარეველში, რომელიც ჩვენიერის დასაწყისში ცხოვრობდა, უმაღლესი ღირსების სულიერი არსი განსხეულდა. იოანეს სახარების ავტორს, რომელსაც მთელი თავისი არსიდან უნდა ელაპარაკა იესოზე, აუცილებლად უნდა დაეწყო იმით, რასაც იგი სიტყვას, ანუ ლოგოსს უწოდებს. მას უნდა ეთქვა დასაწყისში იყო სიტყვა და ყოველივე მის მიერ, ანუ ლოგოსის მიერ შეიქმნა. აღვიქვათ ეს სიტყვების სრული მნიშვნელობით და დავინახავთ, რომ იოანეს სახარების ავტორი მთელი თავისი შინაგანი მოწოდებით ლოგოსს უწოდებს სამყაროს იმ დასაბამიერ საწყის, იმ უმაღლესს, რომელთანაც ამაღლება ადამიანს შეუძლია. მან უნდა აღიაროს ყოველივე ამ პირველ სათავე ლოგოსიდან შეიქმნა. შემდეგ იგი ამბობს და სიტყვა ხორციელ იქნა და დამკვიდრდა ჩვენ შორის. ესე იგი, თქვენი ხილეთ იგი, როდესაც თქვენ შორის იყო და უნარიც შეგწევთ გაუგოთ მას. თუ კი ირწმუნებთ, რომ მასში ცხოვრობდა იგივე პრინციპი, რომლიდანაც აღმოცენდნენ მცენარეები, ცხოველები, ადამიანები და ყოველივე, რასაც კი ადამიანის მზერა შემოწევს. ამრიგად, თუ კი ხელოვნურ განმარტებებს ავირიდებთ, უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ იოანეს სახარების თანახმად უმაღლესი არსი ერთხელ ხორციელად განსხეულდა. ახლა კი მოდით მოთხოვნები, რომელთაც ეს სიტყვები ადამიანთა გულებს წარუდგენს, შევადაროთ იმას, რასაც ზოგიერთი თანამედროვე თეოლოგი გვთავაზობს. დღეს თეოლოგიურ თხზულებებში ვკითხულობთ და ხშირად სხვადასხვა ლექციებზეც გვესმის. საჭიროდ
არ მივიჩნევთ და არც აპელირებას ვცდილობთ რაღაც ზეგრძნობად პრინციპზე. ჩვენთვის უფრო ახლოსაა ის იესო, რომელიც პირველ სამსახარებაში აღწერილი სხვა ადამიანების მსგავსი უბრალო ადამიანი ნაზარეთიდან. აი ეს იქცა იდეალად ზოგიერთი თეოლოგისთვის. ადამიანები კი თანდათან უფრო და უფრო ცდილობენ შეძლებისამე რჩეულებრივი ადამიანური მოვლენების დონემდე დაიყვანონ ყოველივე ის, რაც ისტორიულად მოხდა. მათ აბნევს ისეთი მაღალი არსების წარმოჩენა, როგორიცაა იოანეს სახარებისეული ქრისტე. და ამიტომაც ლაპარაკობენ მასზე, როგორც იესოს უბრალო ნაზარეველი ადამიანის აპოთეოზზე, რომელიც მათ ასე მოსწონთ, რადგან შეუძლია თქვან, რომ ადრეც ყავდათ სოკრატე და სხვა დიდი ადამიანები. მართალია ქრისტეს გამოარჩევენ მათგან, მაგრამ ახსენებენ რა უბრალო ნაზარეվել ადამიანს, ისინი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანის მასშტაბით უდგებიან მას. მსგავსი აზრები, ანუ უბრალო ნაზარეվել ადამიანზე, დღეს მრავალრიცხოვან თეოლოგიურ თხზულებებში და ასევე თეოლოგიურ აკადემიურ ნაშრომებში, ეგრეთ წოდებული ზეგანათლებულ თეოლოგიაში რომ გვხვდება, შედეგია ბოლო საუკუნეებში ჩამოყალიბებული მატერიალისტური აზროვნებისა, რომლისთვისაც მხოლოდ ერთადერთი ფიზიკურ გრძნობადი სამყაროს არსებობაა შესაძლებელი და მნიშვნელობის მქონე. კაცობრიობის ევოლუციის იმ ეპოქებში, როდესაც ადამიანის მზერა ჯერ კვლავ ზეგრძნობადისკენ იყო მიმართული, ადამიანს შეეძლო ეთქვა გარე სამყაროში, გარე მოვლენებში, ესე თუ ის ისტორიული პირი, რა თქმა უნდა შეიძლება შევადაროთ უბრალო ნაზარეվել ადამიანს, მაგრამ იესო ნაზარეველი, იმ სულიერი, უხილავი არსით, მასში რომ ცხოვრობდა, ერთადერთი იყო. მაგრამ დროთა ვითარებაში დაიკარგა რა ზეგრძნობად უხილავ სამყაროთა წვდომა, მასთან ერთად დაიკარგა აგრეთვე ის მასშტაბიც, რომლითაც განიზომებოდა ყოველივე კაცობრიობის ჩვეულებრივ დონეს აღმატებული და ეს განსაკუთრებით რელიგიურ წარმოდგენებს დაემჩნდა. თავის მოტყუება აქ არ შეიძლება. მატერიალიზმი თავდაპირველად რელიგიურ ცხოვრებაში გაიჟონა. კაცობრიობის სულიერი განვითარებისთვის იგი ბევრად უფრო ნაკლებ საზიანოა მეცნიერულ საბუნებისმეტყველო ფაქტების სფეროში, ვიდრე იქ, სადაც საქმე რელიგიურ წარმოდგენებს და იდუმალებების გაგებას ეხება. ჩვენ ვილაპარაკებთ მაგალითად საიდუმლოს ერობის ჭეშმარიტ სპირიტუალურ მნიშვნელობაზე, პურისა და ღვინის სისხლად და ხორცად გადაქცევაზე და ლექციების მანძილზე გამოიკვეთება, რომ საიდუმლო ერობის ამგვარი სპირიტუალური გაგება მის ფასეულობასა და ღირსებას არათუ აკნინებს, არამედ ეს სწორედ ის სპირიტუალური გაგებაა, ჩვენ რომ უნდა ვისწავლოთ. ასეთი იყო ძველქრისტიანული საზრისი. ასე ფიქრობდნენ მაშინ, როდესაც კაცობრიობის შეგნება უფრო სულიერი იყო. ამ დროს მნიშვნელობა სიტყვებისა ესე არს ხორცი, ჯერ კიდევ ბევრს ესმოდა, ისე როგორც ჩვენ ვისწავლით ამის გაგებას. მაგრამ საუკუნეთა მანძილზე მიზეზების გამო, რომლებსაც მოგვიანებით ახსნით, ამგვარი გაგება დაიკარგა. შუა საუკუნეებში არსებობდა ერთი საოცარი მიმდინარეობა. ძნელად წარმოსადგენია, რაოდენ ღრმა იყო იგი ადამიანთა სამშვინველებში, ღრმად იყო გამჯდარი ადამიანთა სამშვინველებში. თანამედროვე ისტორიიდან თითქმის ვერაფერ შევიტყობთ იმის შესახებ, თუ როგორ თანდათანობით ვითარდებოდნენ და რას განიცდიდნენ სამშვინველები. შუა საუკუნეების შუა პერიოდში ევროპის ქრისტიანულ სამშვინველებში არსებობდა საკმაოდ ღრმად ჩანერგილი მიმდინარეობა, რომელმაც საიდუმლოს ერობის მოძღვრების სულიერი აზრი მატერიალისტურად ახსნა. სიტყვებში ესე არს ხორცი ჩემი, ესე არს სისხლი ჩემი, ადამიანური პურისა და ღვინის სისხლად და ხორცად გარდაქმნის მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურ პროცესს აღიქვამდნენ, რაც ადრე სულიერ აღიქმებოდა, უხეში მატერიალური გაგების დონემდე დავიდა. და ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მატერიალიზმი სანამ ბუნებისმეტყველებაში მოიკიდებდა ფეხს, რელიგიურ ცხოვრებაში შემოიპარა. ქმნადობის ისტორიის ვერც ერთ შუა საუკუნეობრივ მნიშვნელოვან განხილვა განმარტებებში ვერ შევხვდებით 6 დღის, ანუ 6 დღიურის ისეთ ახსნას, დღეღამის ხანგრძლივობა 24 საათით რომ ისაზღვრებოდეს.
მსგავსი რამ აზრადაც არ მოუვიდოდათ ავტორიტეტულ თეოლოგებს, რადგანაც იცოდნენ ის, რაც დოკუმენტში წერია. იცოდნენ როგორ შეეკავშირებინათ აზრი ბიბლიის სიტყვებთან. ქმნადობის 24 საათიან დღეებზე ლაპარაკი ისე, როგორც დღეს ლაპარაკობენ, არის უაზრობა. რას ნიშნავს დღე? დღე არის რაღაც ისეთი, დედამიწის ირგვლივ მზის მოძრაობით რომ განისაზღვრება. თანამედროვე გაგებით დღეებზე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა მზისა და დედამიწის ურთიერთმიმართებას და მოძრაობას თანამედროვე წარმოდგენების შესაბამისად გავიაზრებთ და ვიაზრებთ. მზის და დედამიწის ასეთ ურთიერთმიმართებაზე კი გენეზისი ქმნადობის მხოლოდ მეოთხე დღეს მიგვანიშნებს. გენეზისი ანუ დაბადების წიგნზე ალაპარაკი. დღეები როგორც ასეთი მხოლოდ მეოთხე დღიდან იწყება. მანამდე დღეებზე ჩვენი თანამედროვე გაგებით ლაპარაკი უაზრობაა, რადგანაც მხოლოდ მეოთხე დღეს წარმოიშვა ის პირობები, რომლებმაც დღე-ღამის არსებობა შესაძლებელი გახადა. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ადამიანის წარმოდგენაში წაიშალა იმის შეგნება, რომ ბიბლიურ დღე-ღამეში მოიაზრება დღე-ღამის სულიერი მნიშვნელობა და არა ფიზიკური დღე-ღამე. ამრიგად, არათუ მატერიალისტურად მოაზროვნეთათვის, არამედ თვით თეოლოგებისთვისაც ქმნადობის დღე შეცვალა დღემ ჩვენი თანამედროვე გაგებით. ძველი თეოლოგები კი სხვაგვარად განსჯიდნენ, ისინი ამბობდნენ. ძველ რელიგიურ ძეგლებში მით უფრო იქ, სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საკითხებთან გვაქვს საქმე, მის ხელს ვერ ნახავთ ზედმეტს. ამის დასტურად განვიხილოთ მოსეს პირველი წიგნის მეორე თავის 21 სტროფი, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა ღრმა ძილი მოჰგვარა ადამიანს და მან დაიძინა. ძველი განმარტებლები ამ ადგილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვისაც ცოტა რამ გაიგება ადამიანის სულიერ ძალთა და შესაძლებლობათა განვითარების შესახებ, მან იცის, რომ არსებობს ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობები და რომ ადამიანის ჩვეულებრივი სიზმარი დღევანდელი გაგებით მხოლოდ და მხოლოდ ცნობიერების გარდამავალი მდგომარეობაა. მომავალში იგი ხელდასხმული ამას უკვე აღწევს დღეს, ხო, მომავალში იგი ისეთ მდგომარეობად გარდაიქმნება, რომელშიც სხეულიდან გამოთავისუფლებული ადამიანი სულიერ სამყაროს განჭვრეტს. ამიტომ ძველი კომენტატორი ამბობდა, ღმერთმა ადამიანს მოჰგვარა ღრმა ძილი, რომელშიც მას შეეძლო აღიქვა ის, რასაც თავისი გრძნობათა ორგანოებით ვერ აღიქვამდა. აქ იგულისხმება ნათელმხილველური ძილი და ლაპარაკია იმაზე, რაც ცნობიერების უმაღლესი მდგომარეობით განიცდება. ამიტომაც ადამი ღრმა ძილს ეძლევა. ასეთია ძველი განმარტება, მიმანიშნებელი, რომ ადრე, ესე იგი ამ კონკრეტულ მომენტამდე ადამიანს ამგვარი ძილით არასოდეს სძინებია. ასე რომ არა, რელიგიურ დოკუმენტში არ დაიწერებოდა, რომ ღმერთმა ადამიანს ღრმა ძილი მოჰგვარა. მას შესადამე, ბიბლია მიგვითითებს, რომ ეს იყო პირველი ძილი და რომ მანამდე ადამიანი შეგნების ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც შეეძლო უწყვეტ აღეკვა სულიერი საგნები და აი ასე განასწავლიდნენ მაშინ ხალხს. ახლა თქვენ ხედავთ, რომ ოდესღაც არსებობდა ბიბლიური ძეგლების სულიერი განმარტების კულტურა, მაგრამ აი თავიჩინა მატერიალიზმმა და ბიბლიას მიაწერა ის, რის გამოც დღეს განათლებული ადამიანები კამათობენ. თავად მატერიალიზმმა წარმოშვა ის, რასაც დღეს ებრძვის. კაცობრიობაში მატერიალიზმმა შეაღწია და დაიკარგა რელიგიური ძეგლების ნამდვილი ჭეშმარიტად ცოცხალი გაგება. როდესაც სულის მეცნიერება მიღმიერ იდუმალებებს განუცხადებს, მაშინ გაცნობიერდება ისიც, თუ როგორ რა ფორმით აისახებოდა ეს იდუმალებები რელიგიურ ძეგლებში. ჩვენი დროისთვის ესოდენ საშიში, გარეგნული, ტრივიალური მატერიალიზმი, რომელიც მართლაც დააშინებს ადამიანებს, ბოლო ფაზაა იმ მატერიალიზმისა, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. უპირველეს ყოვლისა თავიჩინა ბიბლიის მატერიალისტურმა ინტერპრეტაციამ. ადამიანს ბიბლია მატერიალისტურად რომ არასოდეს განემართა, გარე მეცნიერებაში ბუნების ჰეგელისეული მატერიალისტური განმარტება ვერ დამკვიდრდებოდა.
მაგრამ მე-15 საუკუნეებში ჩანერგილმა რელიგიურმა ურთიერთმიმართებებმა ნაყოფი გამოიღო მე-19 საუკუნის ბუნებისმეტყველებაში. ამან განაპირობა ის, რომ იოანეს სახარების გაგება მის სულიერ საფუძვლებში ჩაღრმავების გარეშე შეუძლებელია და თუ კი რამ აკნინებს იოანეს სახარებას, მხოლოდ და მხოლოდ მისი გაუგებლობა. ერთი უბრალო შედარებით მინდა წარმოგიჩინოთ თუ რით გამოირჩევა იოანეს სახარება სამი დანარჩენისგან. წარმოიდგინეთ მთა, რომლის კალთის სხვადასხვა სიმაღლეზე დგას სამი ადამიანი და ხატავს იმას, რასაც თავისი სამზერიდან უყურებს და ხედავს. დამეთანხმებით, რომ ისინი კონკრეტული ადგილმდგებარეობის შესაბამის სამ განსხვავებულ სურათს დახატავენ და განსაზღვრული წერტილისთვის ეს ნახატები ზუსტად იქნება შესრულებული. ხოლო რადგან მხატვარი მთის წვერზე დგას და მთელ ჰორიზონტს ხედავს, რა თქმა უნდა, იგი სრულიად განსხვავებულ პეიზაჟს დაინახავს. ასეთია სამი მახარებელი, სინოპტიკოსის თვალთა ხედვა. იოანე იგივეს აღწერს, რასაც მათე, მარკოზი და ლუკა, ოღონდ სხვა საწიერიდან, სხვა სიმაღლიდან. ზოგჯერ გაოცდები კიდეც, რაღა არ მოიმოქმედეს ჩვენმა განსწავლულმა მეცნიერ კომენტატორებმა, რათა განემარტათ ბრჭყალებში იოანეს სახარება. მათი უმეცრების გამომზევება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ ხომ ავტორიტეტებისადმი უპირობონდობის ხანაში ვცხოვრობთ. მეცნიერების შეუბღალველობის, ესეც ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. რწმენა დღეს თავის უმაღლეს ზღვარზეა. იოანეს სახარების პირველივე სიტყვები უდიდეს სირთულეებს უქმნის მატერიალიზმით ხელყოფილ თეოლოგებს. მოძღვრებამ ლოგოსზე, ანუ სიტყვაზე, ადამიანებს დიდი პრობლემა შეუქმნა. ისინი ამბობენ, ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი იყოს სადად და მარტივად. აქ იოანეს სახარებაში ლაპარაკია მაღალ ფილოსოფიურ საგნებზე, ლოგოსზე, სიცოცხლეზე, სინათლეზე. წესისამებრ ფილოლოგია სულ იძიებს თუ საიდან რა მომდინარეობს. ამას არც უახლესი ნაწარმოებები აცდა. წაიკითხეთ გოეთეს ფაუსტისადმი მიწყვნილი ნაშრომები. იქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით პოემის ამა თუ იმ მოტივის წარმომავლობასთან დაკავშირებულ შენიშვნებს. მაგალითად, საუკუნის მანძილზე დაწერილი ყველა წიგნი გადაიქექა, რათა დადგენილიყო, საიდან აიღო გოეთემ სიტყვა მატლი. ასევე ვერ გაურკვევიათ, საიდან მოიტანა იოანემ ლოგოსის ცნება. სხვა ევანგელისტები, რომელთა სიტყვები მარტივი ადამიანური გონებისადმია მიმართული, ასე ფილოსოფიურად არ მეტყველებენ. იყო ასეთი აზრიც, რომ იოანეს სახარების ავტორს ბერძნული განათლება ჰქონდა. ამას უკავშირებდნენ იმ ფაქტს, რომ ფილონ ალექსანდრიელიც, ბერძენი მწერალი, დაახლოებით 25 წელი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე და 50 წელი ჩვენი წელთ აღრიცხვით ამ პერიოდში მოღვაწეობს. ასევე ლოგოსზე ლაპარაკობდა და საერთოდ, როდესაც საბერძნეთის მაღალ განვითარებულ წრეებში ამაღლებულ თემაზე საუბრობდნენ, აუცილებლად ლოგოსი უნდა ეხსენებინათ. აქედან მოდის იოანეს ლოგოსიც, ასკვნიან ისინი და ამით იმის თქმა სურთ, რომ იოანეს სახარების ავტორი აღწერს არა იმ მოვლენას საფუძვლად, რომ დაედო დანარჩენ სახარებებს, არამედ ბერძნული განსწავლულობის ზემოქმედებით თავისებურ ყაიდაზე გადაკეთებულ ფაქტებს გვთავაზობს. და სწორედ იოანეს სახარების დასაწყისი, რომ დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა, ანუ ლოგოსი იყო, მოწმობს, რომ ავტორის გონებაში ფილონისეული ლოგოსის ცნებამ შეაღწია და მის მონათხრობს გარკვეული დაღი დაასვა. კარგი იქნებოდა ამ ადამიანებისთვის ლუკას სახარების დასაწყისიც მიგვეთითებინა. აქ წერია, რა კი უკვე ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარ ამბავთა მოთხრობის შედგენას, როგორც გადმოგცემს თავიდანვე თვით ხილველებმა გადმოგცეს და სიტყვის მსახურებმა, მეც მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე, გადავწყვიტე თავიდან თანმიმდევრულად აღგიწერო ღირსეულო თეოფილე. თეოფილეს მიმართავს ლუკას სახარების დასაწყისში ლუკა. აქ დასაწყისშივე ნათქვამია, რომ მახარებელმა ლუკამ უნდა გვიამბობს ის, რაც სიტყვის თვით ხილველთაგან და მსახურთაგან მიიღო. უცნაურია, რომ იოანე, რომელიც თითქოს და ბერძნული განსწავლულობიდან საზრდოობდა და ლუკა თეოლოგების აზრით უბრალო ადამიანთა ფენას რო განეკუთვნებოდა,
ერთნაირად მეტყველებენ ლოგოსზე. ვფიქრობ, ეს აზრი, რომელიც თავისთავად სრულ განსჯისა და მიკერძოებული აზროვნების შედეგია, იმ ადამიანთა ყურადღებასაც კი მიიპყრობს, ვისაც ავტორიტარული აზრის შეუმცდარობის ღრმა რწმენა გააჩნია. ამგვარი წარმოდგენა იოანეს სახარებაზე, მის განსაკუთრებულ მიმართებაზე დანარჩენ სახარებებთან მატერიალისტურმა შეხედულებებმა განაპირობა. ჩვენ კი სულ იოლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლუკას სახარებაში ლაპარაკია იგივე ლოგოსზე, ხოლო ლოგოსის მოწმეთა და მსახურთა ნაუბარი იმასაც ადასტურებს, რომ ადრე ძველ წარსულში ლოგოსზე ლაპარაკობენ როგორც რაღაც ისეთზე, რაც ხალხისთვის არ იყო უცხო და უჩვეულო. და ეს ხაზგასმით უნდა ითქვას სწორედ დღეს, რათა კიდევ უფრო ღრმად, უფრო ძლიერად განვიმსჯავროთ იოანეს სახარების პირველი სიტყვებით. რას გულისხმობდა, რას გვაუწყებდა ის, ვინც იმხნად ლოგოს ან სიტყვას წარმოსთქვამდა. ვერც თეორიული განმარტება და ვერც ცნების აბსტრაქტული ანალიზი მიგვიყვანს ლოგოსის განმარტებამდე. ჩვენ უნდა განვიცადოთ იმ ადამიანთა გრძნობების ცხოვრება, ამგვარად რომ მეტყველებდნენ ლოგოსზე. ისინი ცხედავდნენ საგნებს თავის გარშემო, მაგრამ ადამიანისთვის არასაკმარისია გარე საგანთა მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ჭვრეტა. თავარია ის, თუ რა მიმართებაშია ამ ფიზიკურ შეგრძნებებთან მისი გული და სამშვენველი. რა სიმაღლეს ანიჭებს საკუთარი აღქმებიდან გამომდინარე ამა თუ იმ საგანს. ჩვენ ყველანი ვხედავთ გარემომცველ ბუნების სამყაროს, მინერალებს, მცენარეებს, ცხოველებს, ადამიანებს. ჩვენს წარმოდგენაში ყველაზე სრულქმნილი ადამიანი, ყველაზე არასრულქმნილი მინერალი. ბუნების სამეუფოშიც განასხვავებენ მაღალ, უფრო სრულყოფილ და შედარებით დაბალ არსებებს. სხვადასხვა ეპოქის ადამიანები ყოველივე ამას სრულიად განსხვავებულად აღიქვამდნენ. იოანეს სახარებით სულ კვეთილი ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასეთი აღქმა. მკვლევარი მტკიცე მიზან მიმართებით აკვირდებოდა განვითარების ხაზს ცხოველური სამყაროს დაბალი საფეხურიდან ადამიანამდე და როგორც ლოგოსის მიმდევარი ასე ფიქრობდა, არის ერთი რამ ყველაზე ღრმად და არსობრივად რომ წარმოგვიჩენს უმაღლეს არსებათა უპირატესობას დაბალი არსებებისადმი. ეს არის უნარი სიტყვიერ გამოვხატოთ ის, რასაც მშვენიერად განვიცდით, სიტყვით განუცხადოთ აზრი გარემომცველ სამყაროს. ლოგოსის მოძღვრების ამგვარი მკვლევარი იტყოდა, შეხედეთ უმდაბლესი კატეგორიის ცხოველს. იგი უტყვია. მას არც ტკივილის გამოხატვა შეუძლია და არც სიამოვნების. ის უაზრო ბგერები, რომლებსაც იგი გამოსცემს, მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული ფიზიკური ორგანოების ხახუნის და ფხაჭუნის შედეგადაა მიღებული. რაც მაღლა მივდივართ, მით უფრო ვითარდება ცხოვრების ბგერითი გამოხატვის უნარიც, ესე იგი სამშვენველის განცდა გამოხატულებას ბგერაში პოვებს. ესე იგი სამშვენველის განცდა გამოიხატება ბგერაში. ადამიანი სხვა არსებებზე გაცილებით მაღლა დგას. იმიტომ რომ ძალუც არათუ სიტყვიერად გამოხატოს ტკივილი და სიამე, არამედ სიტყვაში შთაბეჭდოს და აზრში განაცხადოს ის, რაც პირადულს აღემატება, ანუ ზე პირადული, სულიერი და როგორც ლოგოსის მიმდევრები იტყოდნენ, იყო დრო, როდესაც ადამიანს ჯერ არ გააჩნდა დღევანდელი სახე თუ იერი, რაც შესაძლებლობას ანიჭებს ბგერა სიტყვიერ გამოხატოს შინაგანი განცდა. ეს სულ სხვა დრო გახლდათ. 1000 წლეულები გაილია, ვიდრე ჩვენი დედამიწა დღევანდელ მდგომარეობამდე განვითარდებოდა. ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ, მაგრამ როდესაც დედამიწის ადრინდელ მდგომარეობას ვიკვლევთ, იქ ვერც ადამიანს ვხედავთ დღევანდელი სახით და ვერც სხვა ისეთ არსებებს შინაგანი წიაღიდან ბგერებით რომ გამოხატავენ თავიანთ განცდებს. უტყვი არსებებით დაიწყო ჩვენი სამყარო და მხოლოდ თანდათანობით გაჩნდნენ არსებები, რომელთაც შეძლოთ ბგერაში განებეჭდათ შინაგანი განცდა. არსებები, რომლებიც ფლობდნენ სიტყვას. მაგრამ რაც ადამიანმა ყველაზე გვიან დაიუფლა, ლოგოსის მიმდევართა თქმით, თვით სამყაროში ყველაზე უწინარეს არსებობდა. შეგახსენებთ, რომ დედამიწის ევოლუციის საწყის სტადიაზე ადამიანს არ გააჩნდა დღევანდელი სახე, არ გავდა დღევანდელ ადამიანს და იყო არასრულყოფილი, უტყვი არსება. იგი მხოლოდ თანდათანობით განვითარდა, თანდათანობით დაიუფლა და დაეუფლა ლოგოს, ანუ სიტყვის უნარით ღირსყოფილი არსების სიმაღლე.
და ეს შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ შემოქმედებითი პრინციპი, რაც მასში საბოლოოდ თავიდან გარევლინდება, თავიდან, ანუ როგორც ორგანოდან თავი, იყო დასაბამიერ ღვთაებრივ შემოქმედებითი პრინციპი. სამშვენველიდან ამოთქმული სიტყვა, ანუ ლოგოსი, რომელმაც ისეთნაირად წარმართა განვითარება, რომ საბოლოოდ წარმოშვა არსება, რომელშიც მას თავად შეძლო გამოვლენილიყო. მას სამშვენველიდან ამოთქმული სიტყვა, ანუ ლოგოსი, რომელმაც ისეთნაირად წარმართა განვითარება, რომ საბოლოოდ წარმოიშვა არსება, რომელშიც მას თავად შეეძლო გამოვლენილიყო. დროსა და სივრცეში საბოლოოდ აღმოცენდა ის, რაც სულში ყოველთა უწინარეს არსებობდა. თუ გსურთ ნათლად წარმოიდგინოთ ზემოთქმული, გაიაზრეთ ყვავილი. ეს ხომ პაწია, თესლი იყო. როგორი იყო მისი ბუტკო, გვირგვინი, პატარა თესლი იყო პაწია, რომელშიც ამ ყვავილის შესაძლებლობები თვლემდა. ეს შესაძლებლობები რომ არ ყოფილიყო მასში ჩადებული, ვერ აღმოცენდებოდა, მაგრამ თავად თესლი საიდან გაჩნდა? კვლავ და კვლავ ასეთივე ყვავილიდან. და როგორც ყვავილი წინა უძღვის თესლს და ნაყოფსაც, ასევე თესლიც, რომლისგანაც აღმოცენდება ყვავილი, მცენარიდან ვითარდება. აი ასეთნაირად განიხილავდა ადამიანს ლოგოსის მოძღვრების აღმსარებელი, როდესაც ამბობდა, თუ კი ევოლუციის საწყის დავუბრუნდებით, საბოლოოდ მივადგებით ადამიანს, უტყ არსებას მის ადრეულ მდგომარეობაში, მაგრამ როგორც თესლი დასაბამს ყვავილიდან იღებს, ასევე ადამიანის უტყვი, უენო თესლი, მეტყველი ენა მჭევრი ღმერთისგან წარმოიშვა. და როგორც შროშანი ბადებს თესლს და თესლი კვლავ შროშანს აღმოაცენებს, ასევე ღვთაებრივი შემოქმედი სიტყვა ბადებს ადამიანის უტყ თესლს და დაიბუდებს რა მასში, რათა მასშივე გამოიზარდოს. ეს ღვთის შემოქმედი პირველ სიტყვა ადამიანის თესლში, პირველ ყოფიერ უტყ თესლში ახმიერდება. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს ნაწილი. ესე იგი, როგორც შროშანი ბადებს თესლს და თესლი კვლავ შროშანს აღმოაცენებს, ასევე ღვთაებრივი შემოქმედი სიტყვა. ღვთაებრივი შემოქმედი სიტყვა ბადებს ადამიანის უტყ თესლს და დაიბუდებს რა მასში, რათა მასშივე გამოიზარდოს ეს ღვთის შემოქმედი, არა, ღვთივ შემოქმედი პირველ სიტყვა ადამიანის თესლში, პირველ ყოფიერ უტყ თესლში ახმოვანდება და ახმიერდება. მასშესადამე კაცობრიობის განვითარების დასაწყისში ჩვენს წინაშე არასრულყოფილი არსება და აი მისი განვითარების აზრით. სამშვენველის სიღრმეებში განიღღვივება ლოგოსის ანუ სიტყვის საბოლოო მოვლინება. დასაწყისი გაჩნდა უტყვი ადამიანი, ლოგოსით ღირს ყოფილი ღმერთისგან შობილი, ლოგოსით ღირს ყოფილი ადამიანის ჩანასახი, უტყვი ენა კვეთილი ადამიანისგან წარმოიშვა, მაგრამ ლოგოსი ანუ სიტყვა დასაბამიერ არსებობდა. ამრიგად, ვინც მოძღვრებას ლოგოსზე მისი წარსული მნიშვნელობით იმეცნებს, ის იმ ღვთაებრივ შემოქმედ პირველ სიტყვამდე მიდის, რომელზეც როგორც ყოფიერების პირველ სათავეზე იონეს სახარების დასაწყისი მიუთითებს. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. სად იმყოფება დღეს სიტყვა, გვეკითხება სახარების ავტორი. სიტყვა დღესაც არსებობს, ადამიანს აქვს სიტყვა და ადამიანური არის სიტყვა. ამრიგად იონეს სახარების ავტორი ადამიანს ღმერთთან აკავშირებს და მართლაც იონეს სახარების დასაწყისში ჩვენს თვალწინ იშლება მოძღვრება, რომელიც იოლად ძალდაუტანებლად აღწევს ყოველი ადამიანის გულამდე. ამ შესავალ ლექციაში მსურდა რამდენადმე ზოგადად უფრო შეგრძნების და გრძნობის ასპექტში გადმომეცა, თუ როგორ აღიქვამდა იონეს სახარების აღმსარებელი იონეს სახარების ამ სიტყვას. შემდგომ, როდესაც მშვენიერად
გადავერთვებით განწყობაში, რომლითაც ეს სიტყვები პირველად იქნა შესმენილი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გაგებით, უფრო სიღრმისეულად ამოვიკითხავთ იოანეს სახარებაში შთაბეჭდილ აზრს. შემდგომში იმასაც დავინახავთ, რომ სულის მეცნიერება არის ის, რაც ბოლომდე სრული სიმართლით გადმოგცემს იოანეს სახარებას და მისი საფუძვლიანი გაგების უნარს და შესაძლებლობასაც გვანიჭებს.